ლობის თუ საერთოდ არ გაქვთ ეს განცდა, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური რეალობა შეიძლება დადგეს პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ. ინგა, მე ახალ პოლიტიკურ რეალობას, ვერანაირს ვერ ვხედავ, ძალიან მაწუხებს ერთი საკითხი, როგორ მოვედით ჩვენ დღემდე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის შემდეგ, ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ საზოგადოებამაც, პოლიტიკურმა სპექტრმაც ყველაფერი გავაკეთეთ ჟურნალისტებმაც იმისთვის, რომ ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც პარლამენტი დისკრედიტებულია, აღმასრულებელი ხელისუფლება დისკრედიტებულია, პრეზიდენტის ინსტიტუტი დისკრედიტებულია, არასამთავრობო სექტორი დისკრედიტებულია, მედია დისკრედიტებულია, გააფთრებული ბრძოლა მიდის ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. მე ეს ყველაფერი მაგონებს მე-18 საუკუნის დასასრულს და მე-19 საუკუნის დასაწყისს, როდესაც 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი მე-12 გარდაიცვალა და რუსეთის იმპერიამ ხელში ჩაიგდო შანსი, რომ ქართლ-კახეთის სამეფო გაეუქმებინა და მე 1812-ში იმერეთიც მიაყოლა და 1813-14-ში საერთოდ ავტოკეფალია გააუქმა და ეგზარხოსი გამოგვიგზავნა. იცი რა არის? სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ყველანი ხელს უწყობთ, ჩვენი ძალიან ცუდი აქტიურობით ხელისუფლება პარლამენტი ცდილობს არასამთავრობო სექტორის და მედიის დისკრედიტაციას, მედია ცდილობს ყველას დისკრედიტაციას, მათ შორის ეკლესიისაც. და ანალოგიურად პრეზიდენტი პარლამენტს უპირისპირდება, პარლამენტი პრეზიდენტს უპირისპირდება. მე კარგად მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარე შუამავალი იყო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ ხო ყველას გვახსოვს ეს ამბავი. დღეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე. არა, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ნინო, ამას ხსნის ზუსტად. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, მარგველაშვილი მომწონს, კობახიძე მომწონს, კვირიკაშვილი მომწონს, ან ღარიბაშვილი, ან ეს ბახტაძე. ამაზე არ არის ლაპარაკი, ინსტიტუციებზეა ლაპარაკი. ინსტიტუციებს ერთმანეთთან არ აქვს სახელმწიფოებრივი კომუნიკაცია. მე არ მეგულება ევროპული სახელმწიფოს თქმულებას შეერთებული შტატები. გინახავთ თქვენ ოდესმე რომ გამოსულიყო სახელმწიფო მდივანი და ელაპარაკოს რაღაცა კონგრესზე, მედიის საშუალებით. ან სენატორი გამოსულიყოს და ელაპარაკოს რაღაც. ეს არასწორი მიდგომაა ჩვენ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის. ეს არის კატასტროფული სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მივდივარ. კრიტიკის ნაკლებობას უფრო გრძნობ. აი მაგალითად პარლამენტი, რომელიც ეხლა გამოვიდა და ტყიბულში რომ ეს ტრაგედია მოხდა, ეხლა დაიწყო ლაპარაკი უმრავლესობამ იმაზე, რომ ჩვენ გვინდოდა თურმე რაღაცა რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ აი ცუდი კვირიკაშვილი, რომელმაც არ მოხდა ამის საშუალება. ცოტა ანეკდოტურად რატო გამოიყურებოდა, იმიტომ რომ სინამდვილეში კონტროლის მექანიზმი პარლამენტის ხელშია და კრიტიკა, ზუსტადაც კრიტიკის ნაკლებობა და სიმცირეა. ინგა, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში არ აქვს ხალხს გაცნობიერებული, რომ ისინი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები. ისინი პოლიტიკას წარმოადგენენ, ისინი ოცნებას კი არ წარმოადგენენ, ან ნაციონალურ მოძრაობას, ან პატრიოტთა ალიანსს, ისინი სახელმწიფოს წარმოადგენენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეპუტატმა გააცნობიეროს, რომ ის არის არა პოლიტიკოსი პარლამენტში, არამედ პოლიტიკოსი სახელმწიფოში. კარგი, მოდი ნინოსთან გადავალ ერთი პრეზიდენტის წინასაარჩევნო გარემოსთან მინდა მოვიდე. ასეთ ვითარებაში ვინც უნდა დაასახელო პრეზიდენტობის კანდიდატად? უკვე აპრიორი დისკრედიტებულია. დაასახელეს ვაშაძე, ხო? წამოვიდა ნიაღვარი მის წინააღმდეგ. დაასახელეს ბაქრაძე. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ იმის მაისის აქციებზე კარვები რომ იქონდა და გაფუჭდება ხალხო, გაფუჭდებაო, რომ ბიჭი რო უძახს, ხო გახსოვს? ესე გაცვდა ხალხო, გაცვდა ეს ბაქრაძე. არანაირ კანდიდატად ის არ გამოდგება. ეხლა ვინც არ უნდა დაასახელოს ქართულმა ოცნებამ, ხო? ის ვერ იქნება ისეთი ავტორიტეტი საზოგადოებისთვის, რომელიც შეაკავშირებს, გააერთიანებს საზოგადოებას. მაგაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ჩემი ინფორმაციის გადაწყვეტილია უკვე სალომე ზურაბიშვილის თემა. ამაზე პრინციპში მინიშნებით უკვე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. მე ნინოსთან გადავალ პრეზიდენტის თემას ცალკე კანდიდატებს შევეღო. ნათელაშვილმა დაასახელა ვაშაძე, ბაქრაძე, არ ვიცი კიდე ვინმე არის კიდე დასახელებული, არ ამგონია შეიძლება ვიღაცა, მაგრამ აი უყურეთ სიტუაცია როგორი სიტუაციაა, არც ერთი მათგანი გამოერთიანებელი არ არის.
არც ერთ მათგანს არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში. ისეთი ავტორიტეტი, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს 2003 წელს, როდესაც ის გახდა 90, მე არ ვამბობ, რომ კარგია. საერთოდ იცით ეს რამე კვლევას ეყრდნობით? ნუ არ ვიცი, გაიკითხეთ ხალბატონო თამარ, სადმე არ გინდა თქვენს მეზობლებს მაინც კითხეთ, აბა აძლევენ ბაქრაძეს ხმას. ანუ რამე კვლევა გიჭირავთ. ღისაც იცნობთ. არა, ვისაც ვიცნობ, არა, რამე კვლევა გიჭირავთ. ჩემი ნაცნობებით რო განსაზღვრავდე, რამეს მე აქამდე კი ვერ მოვიდოდი და ესე. კარგი ნაცნობებით, რა ჩემი ნაცნობებით 2012 იყო მოსამართი თოჯინა სააკაშვილის კეში. კაცი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. კაცი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე ბოკერია იყო მისი უფროსი. ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მისი მოადგილე ბოკერია იყო ვაშაძის უფროსი და როგორ შეიძლება ამ ადამიანს ავტორიტეტი ჰქონდეს ვინმეს თვალში ბოკერიას თვალში ავტორიტეტი ეგ მითხარი ბოკერიას თვალში ბაქრაძეს აქვს ავტორიტეტი არ ვიცი ჩემთვის 2012 წელს რო ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე გეკითხათ სიცილით გავიგუდებოდი იმიტომ რომ ჩემ გარშემო არავინ არ სცემდა კიდევ კარგი არ გაიგეთ ხალბატონო თამარ და კიდევ კარგი არავინ არაფერი ამიტომ ჩვენი მას ამეზობლოთი და წყაროსთან რაღაცა მითხრეს ესე ხო ნაცსექტანტები იმიტომ რომ საქმე კარგად კარგი მე უნდა ვისაუბროთ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ეს ძალიან საინტერესო თემაა თუ მიდუმეთ ეს და თამარას დებატი